კარგი, მეორე შეკითხვა. ეგ ერთი რაღაცნაირად გავიარეთ. სიყვარულით ექსპრომტ. მოდი, ეხლა ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს. დავუშვათ, რომ არის ისეთი ადამიანი, რომელსაც ყავს მეგობრები თავის კლასში, მეგობრები ყავს. მაგრამ ამ მეგობრებს არ ექცევა ისე, როგორც მეგობრობა შეშვენის. არამედ ამ მეგობრების შესახებ სხვაგან ლაპარაკობს. რა უნდა დავუშვათ ერთ ადამიანს ყავს 4 მეგობარი. მოდი სახელები დავარქვათ, გინდა? არა, ვისაც მეგობრობა ეშლება, იმას არ დავარქვათ. ვისაც არ ეშლება, იმათ დავარქვათ. დავუშვათ, აი ეს არის, მოდი რა ვქნათ, იცი? აი ღიმილი დავაკრათ. ღიმილა ბიჭი. დავუშვათ ისე რა, რო არ ვაწყენოთ ვინმე სახელი რო დავარქვათ, შეიძლება ვაწყენოთ. დანარჩენებს დავარქვათ სახელები. ლადო. რაღა თქვენ გაწყენოთ კიდევ? გიორგი. ანა. რა დავარქვათ? მარიამ. მორჩა, 4-ო. დავუშვათ, აი ამ ჩემ ღიმილა ბიჭს ყავს ეს 4 მეგობარი. ეს ვერ იქცევა ამათ წინაშე, ამათ მიმართ, კარგად ვერ იქცევა. ეს ჩვენი ღიმილა ბიჭი, ხან ღიმილი და ხან მწუხარეთ, სხვებთან ლაპარაკობს რაღაცას. რა უნდა გააკეთონ ამ 4-მა? მართა, რა უნდა გააკეთონ ამ? უნდა კარგად მოიცნო, იმერცელს გადაეტოს, კარგი. ხასიათი ხო? შეგენაცვალე, დაუჭერათ ხარ. ანუ გამოსავალი მართლაც არ არის იმაში, რომ ამათ ვიღაცამ წამოიყვირა, თავი დაანებონ, აღარ იმეგობრო. ეგ ხო არ არის გამოსავალი. აბა მოდი ამ ღიმილა ბიჭის ადგილზე წარმოიდგინეთ თავი, რომ შენ თავი დაგანებონ, აღარ გემეგობ. პირიქით, იმდენად კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ სიყვარული და კარგად მოექცნენ, რომ ამან მიატოვოს თავისი ცუდი და ხასიათი. ესმით, აი, ეგ არის ამათი დანიშნულება. ეგ არის. თუ ამათ უყვართ ეს, როგორ დაანებებენ თავს? ეგრე ადვილად დაანებებენ? თუ ეგრე ადვილად დაანებებს, ესე იგი ამათ ეს არ ყვარებია და მეგობარიც არ ყვარია. სხვადასხვა მე ადრე გითხარით, ერთი ჩვენი მეგობრის მამა ათ უკვე გარდაცვლილი. ერთხელ ისე იყო, რომ ჩვენ პატარები ვიყავით და რაღაც სუფრასთან დაგვსხა თვითონ და სადღეგრძელოებს ამბობდა, რაღაცებს გვიყვებოდა, გვეფერებოდა, გვასწავლიდა და ერთი რა დამამახსოვრდა იქიდან. იმ მთელი სუფრიდან და საუბრიდან. თუ მეგობარმაო დაკარგაო, ესე იგი მეგობარი არ დაგიკარგავს. ეხლა ეს მე როგორ გავიგე, არ ვიცი, შეიძლება ვწევი, მაგრამ მე ესე გავიგე. თუ ეს ჩვენი ღიმილა ბიჭი დაკარგა ამ 4-მა, ან დაანებეს თავი, აღარ მეგობრობა. ესე იგი ამ ღიმილა ბიჭს არც ერთი მეგობარი არ დაუკარგავს, იმიტომ რომ ესენი მეგობრები არც ყოფილან. შეუცდარი ხო არავინ არ არის. ამას შეიძლება მართლაც ეშლება რაღაც. დავუშვათ, აი მეგობრებთან რაღაც პრობლემა აქვს და წავიდა და სხვებთან ლაპარაკობს. გულწრფელად კი არ მოდის და ამათ კი არ ეუბნება, რომ აი მე ეს მწყინს თქვენგან, ეს მწყინს. წავიდა და სხვებთან ლაპარაკობს. ამას ეშლება, უდაოდ ეშლება, ეს არ არის მეგობრისგან მოსაწონის აქცია. მაგრამ ეს ამათ დაკარგვაზე არ ფიქრობს, არ მიატოვა ესე. მაგრამ ამათ რომ მიატოვონ, ეს ნიშნავს, რომ ამათ არ ყვარებია.
და ამათ შეუძლიათ მათი სიყვარულით ეხა მართან ანგელოზი ლაპარაკობს ბავშვის პირით ხო გაიგონე ამათ შეუძლიათ უფრო მეტი სიყვარულით ეს შეცვალო და გამოასწორო უნდა ეცადონ ყოველ შემთხვევაში ეგრე ადვილად არ უნდა მიატოვონ სწორი შეიძლება დაუშვათ ერთი მიატოვეს დაკარგეს წავიდა 4 მიღა დაჩნი ამ 4-დანაც თუ ვიღაცა შეეშალა დაუშვათ მარიამს ესეც მიატოვონ ამ სამმა მერე ლადოც მიატოვონ და მერე ანასა და გიორგის შორისაც შეიძლება რაღაც მოხდეს და რა გამოდის ეშმაკი იმარჯვებს ეშმაკმა დაყო ესენი ცალ-ცალ მაგრამ ღმერთი აერთიანებს და ის ღმერთი არის სწორედ სიყვარული რაც თქვა ბავშვმა რომ უნდა მეტად შეიყვარონ რომ გამოა განსავნონ რა